საკადრო ცვლილებები გორის მერიაში ვიცე-მერის პოსტზე სიმონ გულედანი 39 წლის კოტე ბუზალაძემ შეცვალა. ის ახლა მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შესრულებას შეუდგება. არსებული ინფორმაციით ბუზალაძეს საბანკო სექტორში მუშაობის გამოცდილება აქვს. გარდა ამისა, ის რამდენიმე წელი პარლამენტის კანცელარიის თანამშრომელიც იყო. იგი დღეს მედიასთან არ გამოჩენილა, რაც შეეხება გულედანს, ის ამბობს, რომ რჩება საჯარო სამსახურში, თუმცა რა თანამდებობაზე გააგრძელებს მუშაობას არ აკონკრეტებს. დღეს დაინიშნა ბატონი კოტე ბუზალაძე და შეუდგება საქმიანობას. ვრცელდება ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ სწორედ ის იქნება მერობის კანდიდატიც თვითმმართველობის არჩევნებში. ამისთან დაკავშირებით მე ვერ გაგცეთ პასუხს, მე ვიცი დღეს, რომ მოვალეობას ასრულებს ბატონი კოტე, შემდგომ ნაბიჯები რა იქნება, ვერ დაგიდასტურებთ. რის მიხედვით შეირჩა ბატონი კოტე ამ პოზიციაზე? ბატონი კოტეს აქვს გამოცდილება საჯარო სამსახურში წლების განმავლობაში, არის გორელი და არის არაჩვეულებრივი ადამიანი, თავის საქმის მწოდნე და მოხელე. თქვენ რა პოზიციაზე გააგრძელებთ მუშაობას? მომავალი გვიჩვენებს ცოტა. რჩებით საჯარო სამსახურში? საჯარო სამსახური